განათლების რეფორმა თუ სისტემის მიზანმიმართული ნგრევა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საგანგებო დოკუმენტს აქვეყნებენ და 14 არგუმენტით ასაბუთებენ, რომ ოცნების გეგმა უმაღლეს განათლებას კატასტროფამდე მიიყვანს. აკადემიური წრეები აფრთხილებენ საზოგადოებას, ოცნება ხელოვნურად ზღუდავს განათლების უფლებას, სასწავლო ადგილების განახევრება კი ნიშნავს ევროპული სტანდარტების ჩანაცვლებას რუსული მოდელით. დოკუმენტის ავტორები ამხელენ აბსურდულ მიდგომასაც, სადაც უმაღლესი განათლება მხოლოდ ბაზრის მოკლევადიან მოთხოვნებს ექვემდებარება, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და სტუდენტების არჩევანი კი სრულად უგულებელყოფილია. მარიკა ბოლქვაძე დაესწრო ამ დოკუმენტის პრეზენტაციას, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მასწავლებლების შეხვედრა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძეც ესწრებოდა. დღევანდელი შეხვედრის მთავარი არსი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ პროფესორ მასწავლებლებს თუ რეალურად რა საფრთხეებს შეიცავს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა. მათ წარადგინეს 14 პუნქტიანი კონტრარგუმენტიანი დასკვნა, გეგმა, რომელშიც ჩაშლილი იყო ამ საფრთხეების შესახებ, მათ შორის ისაუბრეს იმაზეც, რომ განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა უნივერსიტეტების ავტონომიას უქმნის საფრთხეს და ზღუდავს სტუდენტების და ლექტორების ფუნდამენტურ განათლების მიღების უფლებას. შეხვედრის ბოლოს ლექტორებმა განიხილეს აგრეთვე ისიც, რომ ეს განათლების რეფორმა თავისივე არსით არაკონსტიტუციურია, ამას ემატება ისიც, რომ მასში არის რიგი ხარვეზები, სამართლებრივი ხარვეზები. შეხვედრის ბოლოს ისაუბრეს აგრეთვე იმის თაობაზე, თუ რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი, როგორ შეიძლება პროცესები წარიმართოს პოზიტიურად. მიგვაჩნია, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო, არა მხოლოდ უმაღლეს განათლების მდგომარეობის სტატუს კვოს შეინარჩუნებს, პირიქით უკან გადადგმული ნაბიჯია, სწორედ იმიტომ, რომ ერთი მხრივ უმაღლეს განათლების ფუნდამენტური პრინციპები ირღვევა ამ რეფორმის შედეგად და მეორე მხრივ თავისთავად პროცესი გამოიკვეთა, რომ არის ხარვეზიანი. ის მიდგომა, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ გამოიწვევს. იმიტომ რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ან სწავლებისა და კვლევის დაახლოვებას ესაჭიროება შესაბამისი მიდგომა. მაგალითად, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმების დახვეწა, აკრედიტაციის პროცესის დახვეწა და უპირველეს ყოვლისა ინვესტირება, კვლევისა და სწავლების საშუალებების გაუქმება, პროგრამების 90%-ის გაუქმებით ვერაფრით ვერ ასწევს სახელმწიფოში და ქვეყანაში განათლების ვერც ხარისხს, ვერც განათლებისა და კვლევის ინტეგრაციას ვერ გამოიწვევს. დღეს წარმოდგენილ კონტრარგუმენტებს შორის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სამართლებრივ არგუმენტებს, რატომ არის გასული რეფორმა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დაცულია უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომიაში რამე ფორმით შემოჭრა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს, ეს წარმოადგენს სწორედ ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, იმიტომ რომ უნივერსიტეტებს თავად აქვთ უფლება გადაწყვიტონ სწავლა-სწავლება, კვლევის პროცესები, პროგრამები დაგეგმონ, მისაღები კონტინგენტი ავტორიზაციის და აკრედიტაციის ფარგლებში. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაკულტეტი, ერთ ქალაქს ერთი ფაკულტეტი, ესეც ასევე იწვევს განათლების უფლების შეზღუდვას, ბუნებრივია დაკავშირებული ასევე შრომის უფლების შეზღუდვასთან და კანონმდებლობით დაცული ნორმები თან შესაბამისობაში არ არის. როგორც იცით, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ წარადგინა განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების ავტონომიას ექნება, საფრთხე მიღებული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ცვლილებები ეხება იმას, რომ შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა, ზოგიერთი მიმართულებათა ფაკულტეტი საერთოდ გაუქმდება ან გაერთიანდება. შესაძლოა ამან ლექტორების რაოდენობა შეამციროს უნივერსიტეტებში, ამას ემატება ისიც, რომ სტუდენტების არჩევნის თავისუფლება იზღუდება, ისინი სასურველ მიმართულებებს, ფაკულტეტებს ვეღარ აირჩევენ უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემცირებულია მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა, შემცირებულია აგრეთვე ფაკულტეტების სულ რამდენიმე მიმართულება აქვს დატოვებული ქართულ ოცნებას განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ფარგლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებშიც რეფორმის დაანონსების დღიდან დღემდე არ წყდება პროტესტი. სტუდენტები და ლექტორები ქართული ოცნების განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას აპროტესტებენ.